ადამიანები ხანდახან საკმაოდ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამის შემდეგ კი ისინი ამ გადაწყვეტილებებს მომენტალურად ნანობენ. ამ ეპიზოდში იმ ადამიანებს გაჩვენებთ, რომლებმაც ჩადენილი მომენტალურად ინანეს. უხერხულ სიტუაციებში ყველა მოხვედრილ ვართ, მაგრამ ის რაც ამ ქალს შეემთხვა, ალბათ ჩვენს სიტუაციებზე ბევრად უარესია. მან რატომღაც კუბიკებით სავსე აუზში ჩახტომა გადაწყვიტა. ამ სიტუაციაში ერთადერთი დადებითი მომენტი ისაა, რომ არც ერთი ბავშვი არ დაშავებულა, რადგანაც ბავშვები აუზიდან იქამდე ამოვიდნენ, სანამ ქალი მასში ჩახტებოდა. წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა, როდესაც ასეთი აუზიდან თქვენ სამოყვანას რამდენიმე ადამიანი ცდილობს, თანაც ეს ყველაფერი კამერაზე ფიქსირდება. როგორც უკვე გითხარით, უხერხული მომენტები გარდაუვალია, რასაც ის ბიჭის დაადასტურებს, რომელმაც აკვაპარკში დამალვა გადაწყვიტა. Don't leave me here. My house. My God! აკვაპარკის დახურვის დროს ეს ბიჭი რატომღაც სასრიალო მილში დაიმალა, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მალევე ინანა. მსგავსი გრძნობა დაეუფლებოდა იმ ავტომობილის მძღოლსაც, რომელმაც საკუთარი მანქანის უნარები სათანადოდ ვერ შეაფასა. Why would you go for that? What are you doing? Oh no, he's actually floating. Well, of course he is. Well, no. ფაქტია, რომ ვოქსოლი ამფიბია არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, მისმა მძღოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. რამდენიმე წამში არა მხოლოდ ავტომობილი, არამედ მისი რეპუტაციაც დაზიანდა. მანქანის განზრახ-ჩაძირვის გარდა, ადამიანები კიდევ უფრო სულელურ გადაწყვეტილებებსაც იღებენ. ამ გოგონას საპარსი უნიტაზში ჩაუვარდა, რის შემდეგაც მან მისი ამოღება გადაწყვიტა, მაგრამ მისი ხელი უნიტაზში გაიჭედა. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მომენტი იყო მის ცხოვრებაში. როდესაც კანადელმა ტიკტოკერმა მილი ობრაიანმა უმცროსი დის გაცინება სცადა, მას ეს გამოუვიდა, მაგრამ შედეგი ნამდვილად მოულოდნელი იყო. პოლის უმცროსი დის გარდა, ამ შემთხვევამ მილიონობით ადამიანი გაამხიარულა. ამ გოგონას კი ჰარმონიკას ამოსაღებად დანტისტთან მისვლა დასჭირდა. შემდეგი გოგონა გვიჩვენებს, თუ რატომ არ ღირს ტუჩზე პირსინგის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბრეკეტებს ატარებთ. საშინელება, როდესაც ხვდები, რომ ამ სიტუაციაში ტირილიც კი არ შეიძლება, რადგანაც ამის გამო შესაძლოა ტუჩი დაზიანდეს. რატომღაც მგონია, რომ პირსინგის თავი ამ ადგილას ბუნებრივად ვერ მოხდებოდა. ამიტომაც შესაძლებელია ამ ყველაფერში დამნაშავე თვითონ გოგონა იყოს, რაც ამ სიტუაციას კიდევ უფრო უხერხულს ხდის. მაგრამ დამერწმუნეთ, ასეთი ადამიანები კიდევ მრავლად არიან. ეს სახე ალბათ ყველაფერს ამბობს. არა და ყველაფერი იდეალურად მიდიოდა იქამდე, სანამ ის შპაგატში ჩაჯდებოდა. საკუთარ თავს ტკივილი შესაძლოა სხვაგვარადაც მივაყენოთ. ამ ქალს ნამდვილად ძლიერი დარტყმა აქვს. ერთი ისაა, რომ მას მიზნის გასწორება სჭირდება. როგორც ჩანს, უხერხული მომენტები შესაძლოა ნებისმიერ ადგილას შეგვემთხვას. Oh. ეს ქალი კი გასაბერ მატრასზე დაჯდომას ცდილობდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. თუ ეს შთამბეჭდავი სალტო საკმარისი არ ყოფილა, მაშინ რა სიტყვით ბრაზილიაში გადაღებულ ამ ვიდეოზე. Dá uma balançadinha e pega o meio aí, bem baixo. Mais pra frente, Dora. Ai! თუ ნივთების სროლაზე ვსაუბრობთ, უნდა გაჩვენოთ ერთი ვიდეოც, რომელზეც ბიჭმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ბატულზე ხტუნაობის დროს ტელეფონის ჰაერში აგდება კარგი იდეა იქნებოდა.
ეს სახე ყველაზე კარგად გამოსახავს მომენტალურ სინანულს. როგორც ჩანს, ბიჭს იდეალური კადრების დაფიქსირება სურდა, მაგრამ მან მხოლოდ იდეალური დარტყმა მიიღო. ახლა გასაგებია, თუ რატომ ცოცხლობენ ქალები უფრო დიდხანს. თუ თქვენ მსგავსი ვიდეოები მოგწონთ, მაშინ ჩემს არხზე უამრავ სახალისო და საინტერესო ვიდეოს ნახავთ, ასე რომ არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ. ბაბუა შვილიშვილთან ერთად სათამაშო თვითმფრინავით თამაშობდა, მაგრამ ერთ მომენტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. Full force. მიუხედავად იმისა, რომ საშიფრენა მარტივი არაა, მოულოდნელობები ხშირად მიწაზეც გვხვდება. Oh my god, Daniel! Daniel! Quick! მოხუცები სირთულეებს ხშირად აწყდებიან. გარდა ამისა, ისინი ახალ ტექნოლოგიებთანაც ვერ მეგობრობენ. მაგალითად, როდესაც ერთმა TikToker-მა ვებიას ოპტიკური ილუზიის ფილტრი აჩვენა, მოხუცმა ეს ილუზია რეალობად აქცია. იმ დროს, როდესაც უფროსი თაობა ტექნოლოგიების ათვისებას ცდილობს, ახალგაზრდებს მოწყობილობებთან დაკავშირებული საკუთარი პრობლემები აქვთ. ერთი გოგონა TikTok-ისთვის ცეკვის ვიდეოს იღებდა, მაგრამ მას ზედმეტი მოუვიდა. I cannot believe I just did that. That was so stupid. I have no words. Oh my gosh. ვირადღირებული ნოუთბუქი ერთი ნახტომით განადგურდა. ჩვენს დროში სულელურ გადაწყვეტილებებს მუდმივად იღებენ. იქნება ეს უცნაური ვარცხნილობები, უხერხული მომენტები თუ როგორც ამ გოგონას შემთხვევაში მოხდა, ჰამაკის მიმაგრება არც თუ ისე მყარ საწოლზე. Oh my god, imagine it. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ორსართულიანი საწოლი რეალურად ერთმანეთზე დადგმული საწოლებია, რაც ისედაც საშიშია. გონი უმჯობესია ამ გოგონებმა ფიზიკის გაკვეთილებს უფრო მეტი დრო დაუთმონ. ცუდი ვარცხნილობა ყველას გვქონია, მაგრამ როდესაც ამ ქალმა თმის სახლში შეღებევა გადაწყვიტა, მან საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ყველაფრის გაკეთება თავად გვინდა. ქალმა თმის გაუფერულებას სცადა, რადგანაც მას ღიაფერის თმა სურდა, მაგრამ თუ ასეთ რამეს ხშირად აკეთებთ, თმა შრება, ზიანდება და ელასტიური ხდება. ქალის სახით თუ იმშელებთ, აშკარაა, რომ მას ეს შედეგი ნამდვილად არ უნდოდა. თმასთან დაკავშირებული შემდეგი უსიამოვნება ამ გოგონასაც შეემთხვა, რომელიც სავარცხელით თმის დასწორებას ცდილობდა. Okay, so I'm currently going through the 7 stages of grief right now because my hair is stuck in this round brush and I can't get it out. Oh my god, like it's literally so stuck. Oh, I don't know what to do. Pull it up. I just feel like I'm making it worse. This is so bad. Okay, so I think I'm just gonna try to cut these little knobs off with these stupid scissors because I can't find the normal ones. And if I cut my hair, then, well, that's the only other option, so. Please, God. Like, literally. Oh my god, they're not even coming out of the brush. I'm screwed. I'm totally screwed. Okay, I got a few of these out, and it's gonna take forever, but it is my only hope. რაც არ უნდა იყოს, გოგონამ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მაინც იპოვა. მოდით სილამაზისა და ტკივილის თემა გავაგრძელოთ. ერთ-ერთმა TikToker-მა სახის შეღებევა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც ჩანს, მას მნიშვნელოვანი რამ დაავიწყდა. This is me, taking off a look that took 3 hours. I've only had it on for 5 minutes. But I'm really not looking to break out. I'm really hoping I at least got my 15 minutes of fame from this because my face is probably going to be stained for weeks.
Thank you for coming to my TED. ეს გადაწყვეტილება უდიდესი შეცდომა აღმოჩნდა. ამ საღებავის აღწერაში წერია, რომ მისი მოშორება თბილი წყლით, საპნით, შამპუნით ან ლოსიონითაა შესაძლებელი, მაგრამ თუ როდის მოხდება, ეს მითითებული არ არის. რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ამ გოგონამ ჰელოუინის დღესასწაულზე სახე ლურჯად შეიღება. Part 1 of my stupid Halloween decision. I was dressed as a balloon in a balloon bouquet. After the party, I realized the face paint would not come off. I washed my face for more than 30 minutes. No matter how much soap I used and how much time I spent, my face and hands remained blue. I read the label instructions and continued washing my face for another 15 minutes. Then I decided to go to A and W before continuing. Because anyways, I looked damn good. წარმოიდგინეთ, თუ როგორი იქნებოდა მისი მომდევნო დღე სამსახურში. თუ თქვენ ბავშვის სკოლას გეგმავთ, მაშინ მორიგი ვიდეო დაგარწმუნებთ იმაში, რომ მათთვის ყურადღების მიქცევა მუდმივად აუცილებელია. What is going on? I slid straight through the mud about 20 million times until I was full. You alright, Maiko? No, What's the matter? I'm cold. Same. It's the first day. Wow. Are you regretting your life's choices? როგორც ჩანს, ბავშვებმა ეს გადაწყვეტილება მალევე ინანეს, მაგრამ ზოგიერთი გაკვეთილი ბევრად უფრო მკაცრია. ყველა მიცის, რომ ბრიტანეთის სამეფო გვარდიის წევრები სერიოზულ დავალებას ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ გვარდიელები დისნეის პერსონაჟებს გვაგონებენ, ისინი არც ისეთი მშვიდები არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. He shouts in her face. Do not touch the king's lifeguard! შემდეგი შემთხვევა ჰავაიზე მაშინ მოხდა, როდესაც ერთი ახალგაზრდა ექსტრემალურ სიტუაციაში იმყოფებოდა. Just got done ziplining and I lost my retainer. Only me, dude. ალბათ ამ შემთხვევის შემდეგ ეს ბიჭი კბილის პროტეზს იქამდე მოიხსნის, სანამ ის ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება. აი ამ ბიჭმა კი, რომელმაც სიყვი დაიჭირა, გადაწყვიტა, რომ საკუთარი ახალი მეგობარი TikTok-ის მეგობრებისთვის ეჩვენებინა. ერთი ისაა, რომ მისი დემონსტრაციის მეთოდი საუკეთესო არ ყოფილა. ალბათ დიდი ინტელექტი არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ თუ ცხოველი გალიაში ყავს, მაშინ მისი კარი ჩაკეტილი უნდა იყოს. საინტერესოა, თუ როგორ ახერხებენ ასეთი ადამიანები გადარჩენას. მორიგმა, არც თუ ისე ჭკვიანმა ადამიანმა კი ნორვეგიული ზამთრის ერთ ღამეს სახლის ფანჯარა ღია დატოვა. ამის გამო ოთახი თოვლმა დაფარა. ნამდვილი კატასტროფა მაშინ დაიწყება, როდესაც თოვლი დნობას დაიწყებს. კიდევ ერთი კატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც ერთმა ბიჭმა შუშის კარი გააღო, მაგრამ მისი დახურვა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. საინტერესოა თუ რატომ მოხდა ასეთი რამ. ასეთი შუშები იმგვარადაა დამზადებული, რომ ისინი წვრილ ნაწილებად იშლება. როგორც წესი, ასეთი შუშა მყარია, მაგრამ თუ ნაპირებს ბზარი აქვს, ის შეიძლება მომენტალურად დაიშალოს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში კუთხე იატაკის ამაღლებულ ნაწილს წამოედო. თუ მოულოდნელ სიურპრიზებზე ვსაუბრობთ, მაშინ ტენესისში გადაღებული ეს ვიდეოც დაგაინტერესებთ. თუ ასეთი რამ ზრდასრულსაც აშინებს, წარმოიდგინეთ თუ რა რეაქცია ექნებოდათ ბავშვებს. თუ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ყველაფერი შესაძლოა ცუდად დასრულდეს, ეს სამზარეულოა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანთა უმეტესობა იდეალური კულინარი არ არის. And again. Yeah, there we go. Go on, you got it. You're on camera now, you gotta do it.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს ბიჭი ფეხბურთელია, იმედი მაქვს, რომ მოედანზე მას უკეთესი მიზანი აქვს. აი ეს გოგონა კი სასიხარულო ინფორმაციის გაგების შემდეგ შამპანურის გახსნას ცდილობდა, მაგრამ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით არ წავიდა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საცობი მას სახეში მოხვდა, მაგრამ თუ ვიდეოს შევანელებთ, დავინახავთ, რომ ეს ასე არ არის. ამ გოგონას კი პრობლემები დილიდანვე შეექმნა. Nem fudendo. Não. Eu não fiz isso, não. Não. Eu não acredito. Não. Mentira. Mentira. დღეისათვის კი სულ ეს იყო. კომენტარებში დაგვიწერეთ თუ რომელი შემთხვევა გამოსახავს მომენტალურ სინანულს ყველაზე უკეთ.